ვიდეოში ვისაუბრებთ გულის გამტარი სისტემის პათოლოგიებზე და იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი დეტალია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, გავიხსენოთ გულის ნორმალური გამტარი სისტემის ანატომია. თავდაპირველად იმპულსის გენერირება ხდება სინოატრიალურ კვანძში, სინოატრიალური კვანძიდან კვანძსაშორისი ტოტების საშუალებით იმპულსი გადადის ატრიოვენტრიკულურ კვანძში და ატრიოვენტრიკულური კვანძიდან ჰისის კონების საშუალებით იმპულსი გავრცელდება პარკუჭების მიმართულებით. სინოატრიალური კვანძიდან ატრიოვენტრიკულური კვანძისკენ მიმავალი იმპულსი ააგზნებს წინა გულებს, რომელიც ელექტროკარდიოგრამაზე პეკბილის სახით გამოიხატება, ხოლო ატრიოვენტრიკულური კვანძიდან ჰისის კონებისკენ მიმავალი იმპულსი ააგზნებს ჯერ პარკუჭს და შუაც კიდეს შემდეგ პარკუჭების კედლებს, რაც ელექტროკარდიოგრამაზე QRS კომპლექსის სახით გამოიხატება. დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ გამტარი სისტემის პათოლოგიების ნაწილზე ვისაუბრებთ, კერძოდ კი კვანძოვან ბლოკადებზე და პირველი კვანძოვანი ბლოკადა, რომელიც გვხვდება, ეს არის სინოატრიული ბლოკადა. სინოატრიული ბლოკადა გულისხმობს იმას, რომ პათოლოგიური საიტი მდებარეობს სწორედ სინოატრიალურ კვანძში, შესაბამისად იმპულსების გენერირებასთან გვაქვს პრობლემა. რაც იმას გულისხმობს, რომ იმპულსი რადგანაც ვერ ვრცელდება ვერც წინა გულის და ვერც შესაბამისად პარკუჭების მიმართულებით, შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე აღარ გქონდეს გამოხატული არც პეკბილი და არც QRS კომპლექსი. ზოგადად დააკვირდით აი ამ მწვანე ხაზს, რომელიც პათოლოგიის მაჩვენებელი იქნება ნებისმიერ ელექტროკარდიოგრამაზე, რომელსაც განვიხილავთ. აი აქაც იზოელექტრულ ხაზზე მდებარეობს ეს მწვანე ხაზი, რადგანაც ვერ მოხერხდა ვერც წინა გულის, ვერც პარკუჭების აგზნება, შესაბამისად ვერ გამოიხატა ვერც პეკბილი და ვერც QRS კომპლექსი. რაც შეეხება AV კვანძს. AV კვანძის ბლოკის შემთხვევაში განვიხილავთ სამი ხარისხის AV ბლოკს და პირველი ხარისხის AV ბლოკი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სინოატრიალური კვანძიდან მოხერხდა ის, რომ გამომუშავდა იმპულსი, გავრცელდა ატრიოვენტრიკულური კვანძის მიმართულებით, თუმცა ამ იმპულსის გატარების ხანგრძლივობა არის გაზრდილი, დროის ხანგრძლივობაა გაზრდილი, რაც ელექტროკარდიოგრამაზე გამოიხატება იმით, რომ PR ინტერვალის მუდმივი გახანგრძლივობა გვექნება, როგორც აი ამ მწვანე ხაზებზე ჩანს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აიგზნო როგორც წინა გულები, ასევე პარკუჭები, ელექტროკარდიოგრამაზე პეკბილის შემდეგ ყველა პეკბილს მოსდევს QRS კომპლექსი. შესაბამისად, პეკბილისა და QRS კომპლექსის შეფერდება 1:1-თან არის. ანუ ყველა პეკბილის შემდეგ გვხვდება QRS კომპლექსი, თუმცა PR ინტერვალი გახანგრძლივებულია. PR ინტერვალის გახანგრძლივება კი გულისხმობს იმას, რომ ნორმის შემთხვევაში PR ინტერვალის ხანგრძლივობა, როგორც უკვე ვახსენეთ სხვა ვიდეოებში, არის 0.12-დან 0.2 წამამდე, თუმცა ამ შემთხვევაში ხანგრძლივობა 0.2 წამზე მეტი იქნება, ანუ 5 პატარა უჯრაზე მეტი. მეორე ხარისხის AV ბლოკის დროს გავარჩევთ ორი ტიპის AV ბლოკს, ეს არის მობიც ტიპი 1, იგივე ვენკერბახის ტიპი და მობიც ტიპი 2 და რაში მდგომარეობს მათ შორის განსხვავება. მობიც ტიპი 1-ის შემთხვევაში გვხვდება PR ინტერვალის პროგრესირებადი გახანგრძლივება QRS კომპლექსის დაბლოკვამდე, ესე იგი ერთ-ერთი პეკბილის შემდეგ QRS კომპლექსი აღარ გვხვდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთ-ერთი წინა გულის აგზნებას, ანუ დეპოლარიზაციას აღარ მოჰყვება პარკუჭების აგზნება. შესაბამისად, ელექტროკარდიოგრამაზე გამოხატული იქნება პროგრესულად და გაგრძელებული PR ინტერვალები და ამასთანავე ბუნებრივია RR ინტერვალს შორის მანძილი იქნება არარეგულარული, იქიდან გამომდინარე, რომ PR ინტერვალის ხანგრძლივობა განსხვავდება. რაც შეეხება მობიც ტიპი 2, მათ შორის განსხვავება ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ PR ინტერვალის ხანგრძლივობა მობიც ტიპი 2-ის შემთხვევაში მუდმივი არის. მუდმივი შესაძლებელია იყოს როგორც ნორმის ფარგლებში PR ინტერვალის ხანგრძლივობა, ასევე გაზრდილი, ანუ 0.2 წამზე მეტი. ამასთანავე ბუნებრივია აქაც გვხვდება პეკბილის შემდეგ დაბლოკილი QRS კომპლექსი, ესე იგი წინა გულების აგზნებას ისევ და ისევ აღარ მოჰყვება პარკუჭების აგზნება. აქვე არსებობს ერთ-ერთი ესეთი ქვეტიპი, ასე რომ ვთქვათ, 2:1-თან AV ბლოკი, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება ყოველი მეორე QRS კომპლექსის დაბლოკვა. როგორ შეიძლება მათი დიფერენცირება? იქიდან გამომდინარე, რომ 2:1-თან AV ბლოკი არც ტიპ 1-ს და არც ტიპ 2-ს არ მიაკუთვნება, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ხერხდება PR ინტერვალის ხანგრძლივობის იდენტიფიცირება. სწორედ ამიტომ არსებობს მათი დიფერენცირების ესეთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური აქტივობის შემდეგ ელექტროკარდიოგრამის გადაღებას. მობიც ტიპი 1-ის შემთხვევაში თუ გვაქვს ისეთ პაციენტებში გვხვდება ელექტროკარდიოგრამაზე PR ინტერვალის პროგრესირებადი გახანგრძლივება QRS კომპლექსის ამოვარდნამდე. ხოლო მობიც ტიპი 2-ის შემთხვევაში საერთოდ პათოლოგიური ცვლილებები შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე საერთოდ არ გამოისახოს. რაც შეეხება მესამე ხარისხის AV ბლოკს. მესამე ხარისხის AV ბლოკის დროს წინა გულები და პარკუჭები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ პეკბილების და QRS კომპლექსების რაოდენობა ელექტროკარდიოგრამაზე განსხვავებულია. 1 წუთის განმავლობაში პეკბილის რაოდენობა არის დაახლოებით 60-დან 100-მდე, ხოლო QRS კომპლექსების რაოდენობა 30-დან 40-მდე.
მესამე ხარისხის AV-ბლოკის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ შესაძლებელია პ-კბილის მდებარეობა QRS კომპლექსთან მიმართებით განსხვავებული იყოს. შესაძლებელია გქონდეს, როგორც ნორმის შემთხვევაში არის, პ-კბილი გქონდეს QRS კომპლექსის წინ, შესაძლებელია QRS კომპლექსს საერთოდაც მოსდევდეს პ-კბილი, ან შესაძლებელია პ-კბილი და QRS კომპლექსი ერთმანეთს დაემთხვეს, შესაბამისად პ-კბილი საერთოდ აღარ გამოიხატოს ელექტროკარდიოგრამაზე. ეს იყო ვიდეო გამტარებლობის დარღვევების შესახებ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.